და იმდენი ხმა, რამდენიც ქონდა. და ზუსტად ესაა გაკვეთილი. ზუსტად ამიტომ ვაცხადებთ დღეს ჩვენ, მეც თანამოაზრეებთან ერთად. დიახ, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. რას ნიშნავს კოალიციაში უმცროსი პარტნიორობა, როდესაც ყველაზე უფრო მეტი რაც შეგიძლია აკეთო, ეს არის ცეცხლმაქრობა, მეხანძრეობა, რომ მეტი პრობლემა არ მოხდეს. უпроსი ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი? პარტია ქართული ოცნება თავისი შემადგენლობით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა. დომინანტი პარტია კოალიციაში ვინ იყო, ახლა ეს ყველასთვის ცნობილია. ეს გაკვეთილი სწორედ რაც მე პირადად მივიღე სახელისუფლებო სისტემაში უკვე. მანამდე ბევრი ვნახე და ბევრი გამოვიარეთ ოპოზიციურ ცხოვრებაში. დავწმუნდით იმაში, რომ კოალიციები ეს უნდა შექმნას ქართველმა ხალხმა. ამორჩევლის მიერ მიღებული მანდატით უნდა იყოს მერე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება კონკრეტულ პუნქტებზე, პროგრამებზე, თვითმმართველობაზე და სხვა საკითხებზე თუ ჩემი გავა, კოალიციის პარტნიორი სხვა პოლიტიკური პარტიის სხვა საკითხი გავათ. ეს არის ჯამთელი პოლიტიკა. დავით, ერთი წუთით, აი კოალიციები, მე დაახლოებით იგივე მახსოვს თქვენგან. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ასე იყო ხოლმე თქვენი მხრიდან. თავის დროზე როცა ქართული ოცნება იქმნებოდა, მეც დამისვამს ეს შეკითხვა, რა უნდა უსუფაშვილს და გოგი თოფაძეს ერთად. რა უნდა თინა ხიდაშეს და ვიღაც ასევე რომელიღაც რიგით გოგი თოფაძეებს ერთად და აღარ ჩამოვთვლი ახლა. მე გოგი თოფაძეს კი არ ვახენებ შეურაცხყოფას, ანუ პოლიტიკური ორიენტაცია. ხოდა ამას გეკითხებით, ანუ მაშინ არ ფიქრობთ ამაზე? აი, ზუსტად ესაა, ქალბატონო ეგა, თქვენი კითხვა არის მთავარი პასუხი ჩვენს სტრატეგიაზე. კოალიცია ქართული ოცნება, უსუფაშვილი, ჩარტავათი, თოფაძის და სხვებით შეიქმნა რისთვის? რისთვის? სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დასასრულებლად. ეს იყო ამოცანა და ზუსტად ესაა. ანუ იმ რეჟიმის დემონტაჟისთვის შეიქმნა. იმ რეჟიმის დემონტაჟისთვის თუ კი ვინმე იყო, ასე ვთქვათ, არსებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სპექტრიდან იმის შემძლე, რომ დამდგარიყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედ ასე შეიქმნა კოალიცია. და ეს იყო ჩვენ მეც და ყველას ჩვენ გააზრებული ქონდა ეს ამბავი. ჩვენ წავედით ამ ბრძოლაში სრულიად შეგნებულად და 2011-12 წელს სად უნდა ყოფილიყო უსუფაშვილი თუ არა იქ სადაც იყო, მე ამაზე პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. სხვა, სად შეიძლება ყოფილიყავი სახლში თუ სააკაშვილის რეჟიმის სამსახურში. არა, ცხადია. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უსუფაშვილთან მაქვს შეკითხვები. მაგალითად, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბევრი რამ იწვევდა კითხვის ნიშნებს, მაგალითად იგივე მედია, რომელიც სულ იყო თქვენი ჯერ კიდევ რესპუბლიკელებში ყოფნის დროსაც და მანამდეც, ვიდრე იქ შეხვიდოდით, თინა